არ იფიქროთ ეს დენდარტყმული აკრობატები გორის უღელტეხილზე დგანენ. არა, ეს არის თეძმის ხეობისა და მტკვრის ხეობის ახლო-მახლო ტერიტორია, სადაც თეძამიდან მტკვარი ერთმანეთს უერთდება. აგერ არის თეძმის ხეობა, სოფელი გარიყულა, ქვემოთ მეფის სოფელი, ქვემოთ მეტეხი, იქით ბარნაბიანთკარი, აი ამ პატარა ქედს გადაღმა არის ხანდაკი, ცოტა მარცხნივ ხოვლე. არ მინდა რომელიმე გამორჩეს, ჩოჩეთი იქით, ახალციხე, აი ამ ქედს გადაღმა ნოსტე, აგერ არის ერთაწმინდის ტაძარიც მეტნაკლებად მოჩანს, ტელეფონით მეტი არ ხერხდება. აი ამ ადგილს მინდა დავუბრუნდეთ. საქართველოს ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ბრძოლა, სხერტის ბრძოლა, რომელიც წინ უძღოდა ტაშისკარის ბრძოლა, სწორედ აი ამ ქედის გადაღმა მოხდა და 6000 მოთარაშე ყირიმელი თათარი გიორგი სააკაძის მეთაურობით 400-მა ქართველმა, სწორედ აი ამ ჩამოთვლილი სოფლებიდან კავთისხევია კიდე მარცხნივ ყველაზე მეტი, როგორც ამბობენ, კავთისხევიდან იყო ის ხალხი, ვინც სააკაძემ სახელდახელოდ მოაგროვა. მაშინ მეფე აი ზემოთ ერთაწმინდის ზედაუბანშია ცხირეთის ციხე, მეფეების საზაფხულო რეზიდენცია, სადაც ისვენებდა ლუარსაბი. და აი იქ რომ არ მიეყვანა თევდორე მღვდელს ხალხი, სწორედ წამოიყვანა მან და გაჩვენებთ ახლა, ბევრმა იცის ისტორია კი არა, ფაქტობრივად ალბათ ზეპირად უნდა ვიცოდეთ უყოლამ, ისეთი გმირული ფურცელია ჩვენი ისტორიისა. აი ამ თეძმის ხეობით გამოიყვანა, ზევით არის ზენადრისის სოფელი, ნასოფლარიც არის იქვე ახლოში და დრისის ციხე არის აი ამ აყოლებაზე თეძმის, იქიდან ჩამოიყვანა, თეძამს გამოუყოლა და სწორედ სხერტის ველზე გაიყვანა. ჯარი უკვე როცა მიუხვდნენ და აკუწეს ჩვენი წმინდა ბერი, ყველთელი თევდორე. აი აქ დახვდა გიორგი სააკაძე, გადაეშვნენ აი ამ გორაკიდან 400 ქართველი მოულოდნელი და 6000 ყირიმელი თათარი ისე აჩეხეს, ეს არ არის ზღაპარის ისტორია რეალურიო. ვინც ვერ გაასწრო, ყვარს მიქონდა როგორც ძროხები, ისე მიყავდაო მამასტერს თანამედროვე მე ისტორია და ეს რეალობაა. აი აქ სულ ისეთი სოფლებია, რომ სადაც კი ფეხს დააბიჯებ, რა თქმა უნდა, საქართველოში ჩვენ ეს არ გვიკვირს, მაგრამ მე ჩემი მიყვარს, ჩემი მომწონს და აქ იმდენი გადმოცემა არსებობს და იმდენი ისტორია, რომელიც ძალიან ახლოსაა რეალობასთან, რომ გაოცებული დარჩებით. და სწორედ ამის მოთხრობას ვაპირებ მე ჩემს პატარ-პატარა ჩანახატებში, ვიდეო ჩანახატებში, ამჯერად ტელეფონით ვიღებ, მაგრამ უკვე მობილიზებული მაქვს პატარა სამოყვარულო კამერაც, ხეტიალი არ მეზარება, დროც გამოჩნდება და მინდა რომ ჩვენს მომავალ თაობას არა მარტო ის რაც წიგნებში წერია, არამედ რაც ხალხშია გაბნეული, ის ამბებიც დარჩეთ, ის ისტორიებიც და მე გზადაგზა დაალაგებს ალბათ ისტორია რა ტყუილია და რა მართალია. მართალი ერთია, ამ ძალიან ღირსეული წინაპრების შთამომავლები დასახლებულ სოფლებს უდიდესი ისტორია აქვს და კარგი გონთ რომ მარტო გიორგი სააკაძე იყოს ცნობილი პიროვნება აქაური, ისეთი და იმდენი ადამიანები არიან, რომ როდესაც ჩამოთვლით მტკვრიდან აი ასე ამოყოლებაზე თეძმის ხეობა ჩემგან მარცხნივ დაბლა რუსონტკვრისკენ ვიცქირებით და მარჯვნივ კავთურადან მოყოლებული იმდენი სახელოვანი ადამიანია დაბადებული და იმდენი ისეთი სახეა, რომელმაც საქართველოს ძალიან ლამაზი ფურცლები დაუწერა და აჩუქა საკუთარი სიცოცხლე და უამრავი გასცა ბოლომდე რაც შეეძლო. ისეთი ხალხია, როდესაც მათ ჩამოვთვლი, დარწმუნებული ვარ, ბევრს არ ეცოდინება და გაუკვირდებათ. დიდარია ჩვენი საქართველო ყველგან გმირებით და სამწუხაროდ იმ უხსენებლებითაც, რომლებმაც ეს გმირები შვეს და აიძულეს ჩაედინათ გმირობა. მე აქ შევწყვეტ ამ მცირე გადაღებას, ეს ჩემი ცნობილი ყაყაჩოს ბაღია, ასე ვთქვათ, რომელიც არსად არ არის გარშემო ხედავთ, ამასთან თქონდა ვიდეო და მხოლოდ აქ ამოვიდა, იმიტომ რომ ეგ ადგილი იყო დამუშავებული. ცხადია ამიტომ და დავამთავრებ ჩემს პატარა სიუჟეტს, აგერ ერთაწმინდის ხედით, წმინდა ესტატეს ბებერთელა დიდებული ტაძარი, გფარავდეთ ყველას და გეწეოდით.